თითქმის ყველას მქონია მომენტი, როცა ძალიან სუსტად ხარ, დაღლილი ხარ და ვერ ატან თავს ძალას, რომ თუნდაც საწოლიდან წამოდგე და გრძნობ მუდმივ დაღლილობას. და შეიძლება გეუბნებიან, რომ სიზარმაცის გამოა, მაგრამ შენ იცი, რომ სიზარმაცის გამო არ არის. დაახლოებით ეს გავს, რომ თუ ქონია შემთხვევა, ტელეფონს რომ დატოვებ ხამე დასატენაც და დილით ისევ 11%-ზე ხდება, ან 3%-ზე და ან კიდე უფრო ქვევით. და არ დატენილა და მე ხვდები, რომ რაღაცაში იყო საქმე, ან კარგად არ შევაერთე, ან შნურს აქვს პრობლემა, ან ბატარეას, ან სატენს. რაღაცაშია საქმე. და თუ კი ტელეფონზე ესეა, ადამიანის ორგანიზმზე ხო წარმოგიდგენიათ, როგორ რამდენად კომპლექსურია ადამიანის ორგანიზმი ტელეფონთან შედარებით. და ადამიანის ორგანიზმში ბევრად უფრო რთულადაა სინამდვილეში საქმე. კონკრეტული ერთი მოვლენა არ იწვევს ამას, სხვა ორგანოთა სისტემები იწვევენ დაღლილობის შეგრძნებას და ბოლოს რა თქმა უნდა ტვინი გადაამუშავებს ამ სისუსტეს დაღლილობას, ტვინი მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ თვითონ ინფორმაცია სხეულის სხვადასხვა ნაწილებიდან მოდის. და ჩვენი მისია ზუსტად ეგ არის, რომ დავადგინოთ საიდან მოდის ეს დაღლილობა და შესაბამისად ვუმკურნალოთ, იმიტომ რომ ესეთი ძლიერი დაღლილობა ან ქრონიკული დაღლილობა იმდენად ძალიან შემაწუხებელია ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოქმედებს და აისახება ცუდად. პირველი რაც უნდა ვიცოდეთ, როგორ ხდება საერთოდ, როგორ გრძნობთ თავს დაღლილად, ჩვენ თავის ტვინი გვაქვს, იცით, თავის ტვინში რაც დიდხანს ღვიძავს, თავის ტვინში გროვდება მოლეკულები. ნაგავი ესე ვთქვათ, დაახლოებით როგორც ქუჩაში, როცა ადამიანები ცხოვრობენ, მუდმივად სანაგვესთან ნაგავი მიაქვთ, ხო? აი ასეა დაახლოებით ჩვენს თავის ტვინში უჯრედებს მუდმივად ნაგავი სახლიდან გამოაქვთ და ქუჩაში ყრიან. ეს ნაგავი უნდა გაიწმინდოს. ამ ნაგავს ქვია ადენოზინი. ადენოზინი არის პატარა მოლეკულა და დაახლოებით წარმოიდგინეთ, როგორც არის გასატანი ნაგავი, ნაგვით არ უნდა აივსოს ქუჩები. ტვინი მით უმეტეს. შესაბამისად, ჩვენი ტვინი გრძნობს იმ წნევას, რამდენი ნაგავიც გროვდება. და როცა გრძნობს, რომ ბევრი ნაგავი დაგროვდა, ან ბევრი ადენოზინი დაგროვდა, ჩვენ გვეძინება და ამას ეძახიან ხოლმე ძილის წნევას, ძილი მომაწვა რატო ამბობენ, რომ წნევა იქმნება რაღაცა, რომელიც რაც მეტად იღლები, მეტად და მეტად გეძინება და ეს არის მექანიზმი, ამ მექანიზმით მოქმედებს თავის ტვინი. და საინტერესოა აქ ისიც, რომ ყავა იცით ალბათ კოფეინი შეიცავს და კოფეინი გავს ადენოზინს რა და კოფეინი უკავშირდება ადენოზინის რეცეპტორებს თავის ტვინში და ატყუებს, რომ ვითომ არ დაღლილა. ანუ ეს ადენოზინი კი აქ არის, მაგრამ რაღაც რომ მოვიდეს და გითხრას, რომ არა ნაგავი არ ყრია იქ. და შენც დაუჯერ ხო, ანუ აღარ იყურებ ფანჯრიდან და ის არ ყრია იქ ნაგავი. დაახლოებით ეგეთ რაღაცას აკეთებს კოფეინი, ანუ ატყუებს თავის ტვინს, ანუ კოფეინს თავისთავად ეგ თვისება არ არის ცუდი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ადამიანი უფრო ენერგიულად გრძნობს თავს და მით უმეტეს როცა დილით ენერგიას არ აქვს ადამიანს, ბევრს ეხმარება კოფეინი და ეს თვითონ შინაგანად ცუდი მოვლენა არ არის, მაგრამ თუ კი ვთქვათ არასასურველ დროს მიიღებ კოფეინს საღამოთი და ყავას შეიძლება აღარ დაგეძინოს და ამიტომ არ არის, რა თქმა უნდა, სასურველი და გასათვალისწინებელია, რომ ანუ ყავა მოქმედებს ადენოზინის რეცეპტორებზე. მეორე მთავარი მექანიზმი, რატომაც ადამიანები სუსტად და დაღლილად გრძნობენ ხოლმე თავს არის, როცა ჩვენს ორგანიზმს ერევა დილა თუ ღამეა, დღეა თუ საღამოა თუ რა პერიოდია და იქცევა საპირისპიროდ. მაგალითად, თუ კი შენ იძინებ ძალიან გვიან, გამთენისას იძინებ და დღები საღამოთი, შენი ორგანიზმისთვის ეს არ არის სწორი და შენი ორგანიზმი მოწყობილია როგორ, რომ ღამე ეძინოს და დღისით ეღვიძოს და შენ უკეთებ პირიქით, ანუ ღამე გვიძავს და დღისით გძინავს და მერე უენერგიობას დააბრალებ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, დაახლოებით ისეა, რომ ანუ შენ გქონდეს, ვთქვათ, გასარემონტებელი სახლი, ან რაღაცა გასაკეთებელი ოფისი გქონდეს სამუშაო და მიხვედი ოფისში და ჩამოიარა ვიღაცამ ოფის მენეჯერმა ჩააქრო შუქები ყველგან და კომპიუტერები გამორთო. ხო, ვეღარ იმუშავებ. ეგრეა ზუსტად, რომ ან შენი ტვინი თუ კი თვლის, რომ ან შენ ცირკადული რითმი ქვია ამას, ანუ ბიოლოგიური საათი თუ თვლის, რომ ეხლა ღამეა და შენ უნდა დაიძინო და შენ არ გძინავს, ამ პირიქით ეხლა დღეა და აქტიურად უნდა იყო, კარგათაც არ დაგეძინება და ეს არის, ანუ ვერც წესიერად ვერ დაიძინებ და როცა გაიღვიძებ კიდე არაეფექტური და დაღლილი იქნები. მესამე მთავარი გზა, რითიც ადამიანები ეს დაღლილობა ემართებათ, სასუნთქი
სისტემა, ანუ სასუნთქი სისტემა და რა სუნთქვა ჩვენ გვჭირდება უჯრედებისთვის და სუნთქვა არ არის მარტო ჰაერი ჩაისუნთქე, ამოისუნთქე, სუნთქვა არის კომპლექსური მოვლენა და სუნთქვაში მონაწილეობს სისხლი, ხო? ანუ სისხლს გადააქვს ჟანგბადი, მიაქვს უჯრედებამდე და იქიდან მოაქვს ნახშირორჟანგი. ანუ ეს ყველამ ვიცით ეს მარტივი და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ამ გზაზე რამე თუ დაემართება, რეალურად ჟანგბადი წარმოიდგინეთ, რომ არის ტრანსპორტია რეალურად და ეს ტრანსპორტის წასაღები ნივთი ან ეს საქონელი ასე ვთქვათ და ჩვენთან მოდის ამ ჟანგბადმა უნდა გაიაროს მთელი სასუნთქი სისტემა და ყველა მე სისხლმა უნდა წაიღოს და ყველა უბანს უნდა მიაღწიოს, ყველა უბანში უნდა მივიდეს ეს ჟანგბადი. და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ სადღაც თუ გაჩერდა ეს ტვირთი, ხო? არ აქვს მნიშვნელობა, შედეგი ცუდი გექნება. ანუ არ აქვს მნიშვნელობა, სად გაჩერდა, რაში იქნება პრობლემა, ანუ გადამზიდში იქნება პრობლემა, თუ თვითონ ტვირთი დაზიანებული იქნება, თუ თვითონ ტვირთი ვერ მოაღწევს თუ რა. ანუ ის უჯრედები ვერ მიიღებენ ჟანგბადს, უჯრედები ვერ ისუნთქებენ, ამიტომ ეგეც თავის მხრივ პრობლემაა და ამასაც ადამიანი გრძნობს. შესაძლებელია კიდე დაზიანდეს უჯრედების ენერგიის სისტემები, მიტოქონდრიებს ეძახიან და მიტოქონდრიებმა კოორდინირებულად ვერ იმუშაონ, მოკლედ ერთმანეთთან და ადამიანის კუნთებში კონდეს სისუსტე და ესეც ხდება ხოლმე და ხშირია. ანუ სხვადასხვა გზებით და აი ახლა გეტყვით ყველაზე ხშირად რა იწვევს კუნთების სისუსტეს და მე ვისაუბროთ მკურნალობაზე. და ყველაზე ხშირი მიზეზი რა არის იმისი, რომ ადამიანს სისუსტე ძილის პრობლემები ყველაზე ხშირია. ხო, ეს ყველაზე ხშირია და იმიტომ ამბობ პირველს, თორე ეს არ არის ყველაზე საინტერესო, ყველაზე მოსაწყენი პასუხია კი, რომ ხო ვიცით ყველამ თუ კარგად არ გძინავს, მე ვერ დაისვენებ, მაგრამ ყველაზე ხშირად ასეა. განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც სხვა დროს დგებიან, ადამიანები, რომელსაც ცოტა ძინავთ, დაახლოებით ის არის, რომ როცა ეს გლიმფური სისტემა ტვინში უნდა გაიხსნას ღამით, როცა გაწმინდოს მთელი ტვინი, შენ გვიძავს მაგდროს და ტვინი ვერ იწმინდება. ამიტომ არის, რომ ადამიანს დაახლოებით 7 საათი ან მეტი ჭირდება ძილი. არის ადამიანები, ვისაც ცოტა ყოფნის, არის. ეგეთ ადამიანებს ეძახიან ხოლმე ხანმოკლე მძინარე ადამიანებს, რომელსაც ხანმოკლე ძილი ყოფნით. ხო, ოფიციალური ტერმინი არ არის, მაგრამ ისე და როგორ მათი ეს გლიმფური სისტემა მუშაობს ბევრად უფრო ჩქარა და ბევრად უფრო დასვენებულები დგებიან 5-6 საათში და ამ ადამიანის ეფექტურობა 5-6 საათში იგივეა, რაც იმ ადამიანის 8-9 საათი ძილის შედეგად. ამიტომ ესეთი ადამიანებიც არსებობენ, რომელსაც შედარებით ცოტა ყოფნის ძილი. ამ მოსაწყენ პასუხზე გამოსავალიც მოსაწყენია, უნდა გეძინოს ნორმალურად, ეგ არის გამოსავალი იმისთვის, რომ შენმა ორგანიზმმა მოასწროს დასვენება და დაიწყო უნდა იმითი, რომ დაწვე ერთი და იგივე დროს, უფრო მნიშვნელოვანია კიდე, რომ დაწვე აღადგე ერთი და იგივე დროს, უნდა პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს, რომ ერთი და იგივე დროს ადგე და მერე შეუსაბამო, რომ ერთი და იგივე დროს დაწვე. და ძილის ჰიგიენას რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს, რომ ადგები გარეთ უნდა გახვიდე, თუნდაც რამდენიმე წუთი, რომ დღის სინათლე ნახო, შენი ორგანიზმი მოეწყოს ისე, რომ გათენდა და მეორეს მხრივ კიდე, როცა დაღამდება ეს დიდი სინათლეები და განსაკუთრებული სინათლეები არ არის საჭირო, რადგან შენ ორგანიზმს ეგ ხელს უშლის დაძინებაში. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირი მიზეზი, რატომაც ადამიანებს დაღლილობა და სისუსტე აქვს, არის დეპრესია და შფოთვა. ორი სხვა მიზეზი აქვს მაგებს, მაგრამ ორივე ფსიქიატრიული პრობლემაა, ფსიქოლოგიურიც. ეხლა რაშია საქმე? როცა დეპრესიაშია ადამიანი, მისი დაჯილდოების სისტემა სუსტდება, დოფამინის სისტემა მუშაობს სუსტად და პატარა რაღაცის გასაკეთებლადაც დიდი ძალისხმევა ჭირდება და ამ ადამიანს აქვს განცდა, რომ მუდმივად ეზარება რაღაცა, ვერ აკეთებს რაღაცას, არ არის აქტიური. განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში დეპრესია არ გამოიხატება იმითი, რომ იცი რა, მე დეპრესიაში ვარ და ეს საწოლი დგომა არ მინდა და რაღაცა. დეპრესია ასაკოვან ადამიანებში შეიძლება გამოიხატება
მოიხატებოდეს იმით, რომ ადვილად იღლებიან ძალიან, ღამე არ ძინავთ კარგად, ფრაგმენტულად ძინავთ და ღამეც დილით ძალიან ადრე იღვიძებენ და იმ ენერგიას ვეღარ გრძნობენ, რასაც ადრე გრძნობდნენ და იმ რაღაცეებით ვეღარ იღებენ სიამონებას, რითიც ადრე იღებდნენ და რაც ჭირდებოდათ ადრე სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. შესაბამისად, დეპრესია შეიძლება იყოს შენიღბული ასაკიან ადამიანებში და მისი ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იყოს უბრალოდ დაღლილობა და სხვა ხილული ნიშანი შეიძლება არც გქონდეთ. მკურნალობა დეპრესიას ანტიდეპრესანტებით ამკურნალობა და კოგნიტიურ behavioral თერაპიაც მნიშვნელოვანია და ზოგჯერ არ არის საჭირო ანტიდეპრესანტები, ყოველთვის არ ინიშნება და რაც შეეხება როცა შფოთვა აქვს ადამიანს, შფოთვის დროს წარმოიდგინე, რომ ეს კომპიუტერი დაგრჩა ჩართული, არ ვიცი თუ დაგრჩენიათ ჩართული, რომ იმდენად შემაწუხებელია, ხო? აი ესე არის ტვინი დაგრჩა ჩართული, რომ თუ კი შენ მუდმივად ხარ აი ეს იმ ფორმაში, რომ შემართული, ღელავ, შფოთავ და ღამე წვევები და მე შენ ტვინს არ ძინავს, შენ ტვინი არ ისვენებს და მუდმივად ფუნქციონირებს და მე ცოდო ხარ შენ, ხო? დღისით რომ გაიღვიძებ არ ხარ დასვენებული თან, მე ზოგ შემთხვევაში კუნთების დაძაბულია შფოთვის დროს და ეს კუნთების დაძაბვა კიდე თავის მხრივ დაღლილობის შეგრძნებას იწვევს კუნთებისგან, იმიტომ რომ კუნთები ენერგიისგან იცლება, მიტოქონდრიები, რომელიც ენერგიის აპარატებია გრძნობენ, რომ ენერგია არ აქვს და ამას დაღლილობის შეგრძნება მოაქვს ჯამში. მესამე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ადამიანები დაღლილად გრძნობენ თავს, არის რკინის დეფიციტი და რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემია. რკინა პატარა მოლეკულად რომ წარმოიდგინოთ, პატარა ნაწილაკია, რომელიც ჩვენს ორგანებში არის და გადააქვს ჟანგბადს იკავშირებს და გადააქვს და ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის რკინა. ჰემოგლობინი არის ცილას დაკავშირებული რკინა და ის რასაც ხატავენ ხოლმე წითელი ისინი, ხო, ის წითელ შეფერილობას რაც აძლევს, ეგ არის ჰემოგლობინი ზუსტად. სისხლს რო ხატავენ ხოლმე, შესაბამისად, როცა რკინა დაბალია, ადამიანს აქვს სისუსტე, სიფერმკრთალე, ის ძველებული ენერგია არ აქვს, შეიძლება მოუსვენრად იგრძნოს თავი, ფეხებით შეიძლება მოუსვენრად იგრძნოს, შეიძლება ყინული უნდოდეს, თმები ცვიოდეს და ჯამში ადამიანი სუსტად გრძნობს თავს. ეს განსაკუთრებით ხშირია ქალების შემთხვევაში. ქალებს რატო? იმიტომ რომ მენსტრუაციით კარგავენ რკინას. რკინას რო კარგავ, რკინის დეფიციტი გიმცირდება, რკინის აღდგენა ადვილი არ არის და იმიტომ ამ დროს გამოსავალი არის რკინის მიღება. ხო, ზოგჯერ არის რომ სისხლის ანალიზები ნორმას აჩვენებს, მაგრამ ფერიტინის დონე, რკინის რეზერვის დონე შემცირებული აქვს ორგანიზმს და ეგეც აისახება მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ შეიძლება დარჩეს ადამიანს თავისუფლება, თუ სისხლში ყველაფერი ნორმაშია, რატო უნდა ქონდეს ამას რკინის დეფიციტი, მაგრამ ასეა და ამ დროს რკინის მიცემა, რკინის საკვები დანამატის სახით მიღება შველის და აქვს რეალურად ეფექტი. მეოთხე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ადამიანებს გვაქვს სისუსტე, არის უკვე ჰორმონები ან თვითონ საწვავი გლუკოზა. ეხლა აქ რაშია საქმე? ფარისებრი ჯირკვალი, ჩვენი ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც პელისმიდან მოშია განლაგებული, პატარა ორგანოა, რომელიც ჰორმონებს გამოიმუშავებს და ეგ ჰორმონები მუდმივად აძლევენ ტონს მთელ ორგანიზმს. დაახლოებით როგორც დირიჟორებით, რა გეუბნებიან, რომ მიდი აბა ახმაურდი, იმუშავე, გააქტიურდი, ან შენელდი დაიძინე რაღაც. ადამიანებს, რომელსაც აქვთ ჰიპოთიროიდიზმი, ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია როცა შემცირებული აქვთ, კანი აქვთ მშრალი, ცივად ადვილად, ნაკლებს მოძრაობენ, აქვთ შეკრულობა და ასეთ ადამიანები თავს გრძნობენ დაღლილად. ამიტომ არის ხოლმე, რომ როცა ადამიანი სუსტად გრძნობს თავს, ერთ-ერთი პირველი რასაც ეუბნებიან არის, რომ ჰორმონები გაისინჯე, ფარისებრი ჯირკვალი ნახე როგორ არის. მეორე მნიშვნელოვანი ჰორმონი და ჰორმონთან ასოცირებული მოვლენა არის გლუკოზის დონე და დიაბეტი. მაგალითად, ადამიანს თუ აქვს
ჰიპოგლიკემია ან ჰიპერგლიკემია ორივე, ან მაღალი თუ აქვს შაქარი, ან დაბალი თუ აქვს შაქარი, ორივე შემთხვევაში შეიძლება იგრძნოს თავი დაღლილად. მაგალითად, როცა შაქარი დაეცემა და როცა დაეცემა ხოლმე შაქარი, რა დროს დაეცემა, როცა ინსულინ რეზისტენტობა აქვს ადამიანს და შეჭამა ტკბილი, უცებ ბევრი ინსულინი გამოიყო, ძალიან ბეზრმეტი მოვიდა ეს ინსულინი. ინსულინმა უჯრედებში შეიტანა შაქარი და ადამიანს დაუარდა ამ დროს შაქარი. დაუარდას, როცა ვამბობ სასიკვდილო დავარდას არ გულისხმობს, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ უბრალოდ საბაზისო დონიდან ცოტა შემცირდა და ამას ორგანიზმი აღიქვავს ტრაგიკულად და გრძნობს სისუსტეს. ან შაქრის ქრაშსაც ეძახიან ხოლმე. ეს ერთი მიზეზი, როცა შაქარი დაბლა დაეცა და პირიქითაც შეიძლება შაქარი როცა მაღლა ადის, მაშინაც შეიძლება ადამიანს სისუსტე ჰქონდეს. მაგალითად, დიაბეტის დროს როცა შაქარი მაღალია, შაქარი სისხლში მაღალია, მაგრამ უჯრედებში ვერ შედის, იმიტომ რომ ინსულინის ეფექტურობა, ან ინსულინი არ არის, ან ინსულინის ეფექტურობაა ძალიან დაქვეითებული და ამ დროს შაქარი მაღალია, მაგრამ უჯრედები განიცდიან შიმშილს. უჯრედები განიცდიან შიმშილს და ამას ტვინი არეგისტრირებს და გეუბნება, რომ შენ სუსტად ხარ და ადამიანი დასუსტებული წონში იკლებს და მერე დიაბეტის დიაგნოზს უსვამენ ხოლმე. აქ რა თქმა უნდა მკურნალობა უნდა იყოს შესაბამისი, თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვს ადამიანს ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა, თუ დიაბეტი აქვს ადამიანს დიაბეტის მკურნალობა, დიაბეტისთვის სანამ გართულდება ძალიან მეტფორმინი როგორც წესი შველის, ფიზიკური აქტივობა ძალიან შველის, იმიტომ რომ კუნთები არის ძალიან მაგარი რამე. კუნთებს თუ ავარჯიშებ, მოკლედ იწოვს გლუკოზას. გლუკოზას რო იწოვს, გლუკოზის პრობლემები არ გექნება თუ კუნთები გავარჯიშებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად ეგ. და მეხუთე დიდი მიზეზი, რის გამოც ადამიანები თავს გრძნობენ სუსტად, არის ვირუსის შემდგომი სისუსტე და ქრონიკული დაღლობის სინდრომი. ხო, ეხლა რაშია საქმე? ადამიანებს ბევრს ვისაც გამოუწია COVID-19, ზოგი თვეობით, ზოგი წლობით გრძნობენ თავს სუსტად. ზუსტი მექანიზმი არ არის ცნობილი, რატომ იწვევს COVID-19 ესეთ სისუსტეს და ამდენი ხანი, მაგრამ ყველაზე სავარაუდო ჰიპოთეზები ის არის, რომ უჯრედის ვირუსის მატერიალი რჩება ორგანიზმში დიდხანს და აქტივებს მუდმივად იმუნურ სისტემას და ეს იწვევს ავტოიმუნურ რეაქციებს და ჩვენივე იმუნური სისტემა გვებრძვის ჩვენ. ეს ერთი ვარიანტია. ასევე შესაძლებელია, რომ ეს ვირუსის გამო ჩვენი იმუნური სისტემის გამო ვითარდება პატარა სისხლჩაქცეული კოლტები, ვითარდება პატარა სისხლძარღვებში და ითრომბება პატარა სისხლძარღვები და მიკროთრომბები ვითარდება და ეგ კვებას, ორგანიზმის კვებას ამცირებს და ამის გამოა, ასეა თუ ისეა ვირუსის შემდგომი სისუსტე ძალიან ბევრ ადამიანს აქვს დიდი ხნის განმავლობაში. ორგანიზმი შემდეგ როგორღაც იწმინდება და წმენს თავის თავს. აქ უნდა ვთქვათ ისიც, რომ მაგალითად როცა შენ გაქვს ინფექცია რამე, ან გრიპი გაციება და რაღაცები და თუ სუსტად გრძნობ თავს, ეს რეალურად არის ორგანიზმის მოწოდება, იმუნური სისტემა სიგნალს აძლევს ტვინს, რომ შენ დაღლილობის შეგრძნება გაქვს იმისთვის, რომ დაისვენო და მთელი ძალები ორგანიზმმა გადართოს იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის. ან ჩვენი ორგანიზმი ხომ არის ერთი მთლიანი ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს უსასრულო ენერგია. ანუ შენ თუ გარბი ხარჯავ ენერგიას და ეს ენერგია აკლდება იმუნურ სისტემასაც. ანუ ეს ენერგია ერთი ენერგია გვაქვს, რომელსაც მუდმივად ხარჯავთ ხანაში. იმისთვის როცა ადამიანი ცუდად არის და ვირუსული ინფექციები აქვს, არა ვირუსული ინფექციები და ადამიანი ცუდად არის, იმუნური სისტემა აძლევს სიგნალს, რომ დაისვენე, გაჩერდი, უჩქარობ, დაისვენე, რომ მე ვიფუნქციონირო კარგად, რომ მოვასწრო აღდგენა და ამიტომა ეს, ანუ ის რომ უბრალოდ გრიპი და გაცების დროს ადამიანი ცუდად ამოკლეთ და ის რომ ვირუსული ინფექციის შემდეგ კიდე 3 თვე ადამიანი სუსტად არის, ეგ ერთი და იგივე არ არის. სხვა მექანიზმები აქვს, თუმცა ორივე ვირუსთან არის დაკავშირებული
და არის კიდე ცალკე ქრონიკული დაღლობის სინდრომი, რომლის დროსაც ადამიანებს მაგალითად ფიზიკური აქტივობა მოუწია, გააკეთა რაღაცები და ისე დაიღალა, გეგონება ძალიან დაიღალა და გეგონება რაღაცა სასწაული გააკეთა. ეს კიდე ცალკე მოვლენა, ამ ადამიანებს სჭირდებათ pacing-ს ეძახიან, ნელ-ნელა უნდა ეცადო დოზირებულად ფიზიკურ აქტივობას. აქ არის სადაც არ მუშაობს ის პრინციპი, რომ იცი რა, ადექი ხელფეხი გაანძრიე და გააქტიურდები, არა, შეიძლება ეს ადამიანი რო ავარჯიშო, მაღალი ინტენსივობით რო ავარჯიშო მთელი დღე, იმის მერე 2 კვირა ვერ ადგეს საწოლიდან, ისე ძალიან დაიღალოს. ამიტომ ესეთი დატვირთვა საჭირო არ არის, მაგრამ ნელ-ნელა ორგანიზმი დატვირთვას უნდა შეაჩვიო და ვარჯიშსაც უნდა შეაჩვიო. ვარჯიში მოქმედებს თითქმის ყოველთვის პოზიტიურად, თითქმის ყველა დაღლილობაზე ვარჯიშის ინტენსივობას გააჩნია, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ მაღალი ინტენსივობით ვარჯიშს, რომელიც დროსაც პირიქით ორგანიზმი ისტრესება და ეგ არა, მაგრამ სუბუქი ვარჯიშები როგორც წესი ნებისმიერ და მოძრაობა ნებისმიერ დაღლილობას უხდება თითქმის. ვთქვათ, პატარა ხრიკები, რითიც შეიძლება რომ ადამიანმა ნაკლებად დაღლილად იგრძნოს თავი. მნიშვნელოვანია ერთი მოვლენა კიდე, რომელიც უნდა ვიცოდეთ, ეს არის სუნთქვა. სუნთქვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგალითად, თუ ადამიანი ჭარბწონიანია და ღამე მაგალითად სუნთქვა უჩერდება ხოლმე, თუ ოჯახის წევრები გყავთ, ეგეთი გეცოდინებათ როგორია, რომ ადამიანი რამდენიმე წამი სუნთქვას წყვეტს და მერე აგრძელებს ღამე და ეძახიან ძილის აპნეას და ეს ძილის აპნეა ის არის იმითია ცუდი, რომ დრო და დრო სასუნთქის სისტემა იხურება, მოკლედ ჭარბწონის გამო ან ძალიან დუნდება ეს კისრის ქსოვილები და იხურება სასუნთქი, ჰაერი ვეღარ გადის მოკლედ და ადამიანი არის უჰაეროთ, ჟანგბადის გარეშე, ჟანგბადი მცირდება რამდენიმე წამის განმავლობაში, ამას ტვინი აღიქვავს და ტვინი იღვიძებს. ან ტვინისთვის ეს სტიმულია, რომ უჟანგბადობა რაღაცა ხდება, ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ადამიანს არაფერი არ ახსოვს, დილით რო იღვიძებს სუსტად არის და დასუსტებულია. სუსტადნობს თავს, იმიტომ რომ ძილი ქონდა ფრაგმენტული, ძილი ქონდა გამოღვიძებებით და ტვინი მაინც მუშაობდა, ტვინი აქტიურად იყო. ამიტომ ასევე იყიდება სპეციალური აპარატებით, რომელიც ეს გასაკეთებლები კიდე ეს მიღაბივით, რომელიც აფიქსირებს ისე სასუნთქ სისტემას, რომ იყოს ღია და არ დაიხუროს და ადამიანმა ნორმალურად ისუნთქოს და ამ ადამიანს სუნთქვა მნიშვნელოვნად უმჯობესდებათ ხოლმე ამის მერე. ამიტომ ძილს მოკლედ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. მეორე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავთვალისწინოთ, არის კოფეინი. კოფეინის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ კოფეინი ეხმარება ბევრ ადამიანს, საღამოთი მისი მიღება არ არის სასურველი და უნდა იცოდეთ თან კოფეინის მიმართ როგორი მგრძნობელობა გაქვს. არიან ადამიანები, რომლებმაც ძილის წინაც რო დალიონ, თუ გინდა 3 ჭიქა ყავა, არაფერს არ მოქმედებს ის მათზე და ჩვეულებრივ დაეძინებათ. არიან ადამიანები, რომელსაც 4 საათი ადრე რო დალიონ, მაგრამ არიან ადამიანები, რომ 8 საათით ადრე რო დალიონ ყავა, მაინც მოქმედებს ყავა. ამიტომ კოფეინის მიღების დროს აქვს მნიშვნელობა. ანუ დაახლოებით ძილიდან 6-8 საათით ადრე უნდა მიიღო ბოლო კოფეინი იმისთვის, რომ ძილს არ შეუშალოს ხელი. და მესამე მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს არის მოძრაობა. მოძრაობაში არ გულისხმობ მძიმე ფიზიკურ აქტივობას, გულისხმობ 5-10 წუთიან სიარულის ეპიზოდებს, ეგეც საკმარისია როგორც წესი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ყველა ორგანიზაცია რაც კი არსებობს, როგორც წესი, გვეუბნება და რეკომენდაციას გასცემს, რომ მინიმუმ 150 წუთი საშუალო დონის ფიზიკური აქტივობა უნდა ქონდეს ადამიანს. აქ ხო, ის არის გულისხმობა ერთადერთი, აი კოვიდი ვისაც აქვს და ესეთ ადამიანებს პირიქით შეიძლება რაც მეტად ფიზიკურად დაიტვირთავ თავს, მით მეტად სულად იგრძნო თავი. ამიტომ ასეთ შემთხვევაში მათ არ ეხება, უნდა ისწავლოს ეს ადამიანმა ძალიან ეტაპობრივად ფიზიკური აქტივობის გაზრდა, მაგრამ სხვა თითქმის ყველა ადამიანისთვის ფიზიკური აქტივობა არის საუკეთესო, რაც შეიძლება თავისთვის გააკეთოს. ასევე არ უნდა დაგვაიწყდეს დეჰიდრატაცია, ან წყლის მიღების პრობლემა, რომ ორგანიზმში ნაკლები წყალი და სითხე აქვს.
ამიტომ წყლის მიღება, 2-3 ლიტრი დაახლოებით დღეში უნდა მიიღოს ადამიანმა რეგულარულად გაჩენა ადამიანის ზომას, წონას, პატარებმა უფრო ნაკლები, დიდებმა უფრო მეტი. რატო? იმიტომ რომ ეს დეჰიდრატაციასაც ძალიან მნიშვნელოვნად აღიქვავს ორგანიზმი, ამიტომ რომ ისა აუცილებელი წყლის მიღება. და არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ არის წამლები, რომლებიც fake მეგობრები, რომლებიც გონია რომ გეხმარება, სინამდვილეში მეტად გხლის, ესეთი ალკოჰოლი, ანტიჰისტამინები, ბენზოდიაზეპინები, ან წამლები ძირითადად, რომლებიც უფრო მეტად აძლიერებენ დაღლას, შეიძლება იმ მომენტში დაგამშვიდოს, მაგრამ ჯამში დაღლილობა გაზარდოს, მაგალითად ალკოჰოლს ახასიათებს. ასევე ანტიჰისტამინებსაც მიუხედავად იმისა, რომ მომენტალურად შენ გრძნობ როგორ გატუნებს, ჯამში დასვენებულად ვერ იგრძნო თავი. და რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ ნელ-ნელა ყველაფერი ხდება ნელ-ნელა და გაუმჯობესებაც ნელა, ფიზიკური აქტივობის გაზრდა ნელ-ნელა, ძილის მოწესრიგება ნელ-ნელა, შაქრის დონის მკურნალობა ნელ-ნელა, წონის კლებაც ნელ-ნელა. ეს არის ნელი რიტმი ორგანიზმისთვის საუკეთესო რიტმია. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, ვისაც გაქვთ სურვილი დონაციები გააკეთეთ, ამ დონაციის გაკეთება არხის განვითარებას დაეხმარება, რადგან ნამდვილად არხის განვითარება დიდ რესურსებს და შრომას და დროს მოითხოვს. და ანგარიშის ნომრები არის აღწერაში, ვისაც ამის სურვილი გექნებათ და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც დონაციებს აკეთებთ, ხედავთ და მადლობას გიხდით. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ გაინტერესებთ.